ნიკა ფარულავა შემოგვიერთდება. რამდენიმე ნიშნული არის წინ სხვა შორის აქციების 4 ოქტომბრის აქციამდე, ასევე ჩანიშნულია 13 სექტემბერს დიდი აქცია. ნიკა, მოგესალმებით, მადლობა სტუმრობისთვის. რა ხდება სხვა შორის ამ 13 სექტემბრის აქციის გარშემოც, ესეც საინტერესოა და რაღაც ლელოს ბევრ კრიტიკულ კითხვაზე უწევს პასუხის გაცემა, მაგრამ არც თქვენ ერთობაში არის დიდი ჰარმონია და პატარა სკანდალებიც, პატარა თუ დიდი სკანდალებიც გამოიარეთ. ახლა რა ხდება ამ ორგანიზების ნაწილში? ხო, პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. 13-ში ჩვეულად როგორც გონდა ეს ჩვენ გაწერილი დაგეგმილი და როგორც დავაანონსეთ, მიმდინარეობს ეს კამპანია და სხვა ჯგუფები, მათ შორის რაც აქამდე იხილა საზოგადოება, მაგალითად გუშინ იყო გორის უწყვეტი საპროტესტო მოძრაობის წევრების განცხადება, მათ შორის იქ არიან სხვა შეხედულების მქონე ადამიანები, წარმოდგენილები, როგორც აქ ხდება ეს რუსთაველზე და ამ პროტესტის და ამ წინააღმდეგობის მოძრაობის ხიბლით სწორედ ეს არის და ამ ადამიანების განაცხადიც ის იყო, რომ 13-ში ისინი 7 საათზე თესეუსთან იქნებიან ჩვენთან ერთად და ჩვენ მათთან ერთად. ანუ ეს არის ყველას აქცია და არა რომელიმე კონკრეტული ჯგუფის და ეს კამპანია განგრძობითია, მათ შორის იმ გაცვეთილ ფრაზას გამოვიყენებ რეგიონებთან დაკავშირებით, სადაც არის ეს უწყვეტი საპროტესტო კერები, ამ ადამიანებთან მიდის აქტიური კომუნიკაცია და აქტიური მუშაობა, ისინი სრულად იაზრებენ იმ აზრს, რომ იმ მოსაზრებას, რომ პირველი რეჟიმი გვართმევს უვიზო მიმოსვლასთან ერთად ყველა დასავლურ სიკეთეს და ზოგადად ებრძვის ჩვენს დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, სუვერენიტეტს და აი ამ 13-დან გამომდინარე გსურს, რომ ეს არ იქნება მიმართული მხოლოდ რაღაც თითქოს ჩვენ ვითხოვთ თითქოს აი რაღაც გაუგებრობა იყო რაღაც გარკვეულ ჯგუფში, რომ აი უვიზოს შენარჩუნებას ითხოვენ და აი ქართულ ცნებას თხოვენ, რომ რაღაც ნაბიჯები გადადგანო. არა, ეს ასე არ არის, სხადია უვიზოს დაცვა, გულისხმობს იმას, რომ ჩვენ უნდა მოვიტანოთ ანტიდემოკრატიული ცვლილებები, რაც გულისხმობს ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის ღია ცხადად და ყველაზე მტკივნეულად დამარცხებას. ხო, დამარცხების გზა, ესეც საინტერესოა, რომ ამაზე ვისაუბროთ. ლელოს და გახარიას პარტიას ეთანხმებიან თუ არ ეთანხმებიან ადამიანები, თავისი გაცხადებული გზა აქვთ. თავის მხრივ აი თავდაპირველად როცა ბოიკოტის გარშემო მოხდა, ხო, ეს იყო პირველი სიტყვა, რაც იყო გამოყენებული ამ 8 პარტიის გაერთიანება, ცოტა უფრო აქტიურ ზაფხულს პირდებოდით თქვენ ადამიანებს. რა ხდება ამ მიმართულებით, სად იმუშავეთ, რა ცვლილებებია, რა არის ხელშესახები, შედეგები, იმიტომ რომ თქვენ ნამდვილად ხართ კრიტიკულ პოზიციაში არჩევნების მიმართ და რაღაც პატარ-პატარა ნიშნულები არის აქციების, მაგრამ ეს საპროტესტო მუხტი თქვენ გარეშეც არსებობს. პოლიტიკური პარტიების გარეშეც ცოცხლობს დიდი ხანია. რა არის თქვენი კონტრიბუცია და რას მიაღწიათ ერთობლივად? პირველად დავიწყოთ იმით, რომ ეს საპროტესტო მუხტი პარტიების გარეშე არსებობს აი ეს რაღაც ორგანიზების და ინფრასტრუქტურის გარეშე 28 ნოემბრიდან, თუმცა ამის ნაწილი იყო ყველა ის პარტია, მათ შორის ის პარტიები, რომლებიც დღეს ჩემი აზრით თანამშრომლობენ რეჟიმთან, ხო, სანამ ეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებად წოდებული პროცესი გამოცხადდებოდა. მეორე, ჩვენ ძალიან კონკრეტული და ხელშესახები შედეგი გვაქვს უკვე იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული საკომუნიკაციო სივრცე და არხი აეწყო, ესე ვთქვათ, იმ ადამიანებთან, რომლებმაც გადაწყვიტეს ოფიციალურად ღიად ყოველგვარი დაფარვის და ეს ვთქვათ, ფარულობის გარეშე დარეგისტრირებულიყვნენ იმ პლატფორმაზე, რომელიც შეიქმნა და ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ როგორც აი მე და თქვენ ახლავს ხედავთ აქ და ვსაუბრობთ, დაახლოებით მსგავსად გავცვალოთ მოსაზრებები ადამიანებთან. ბევრი დარეგისტრირდა? კი, რამდენიმე 1000 ადამიანი არის უკვე დარეგისტრირებული და ეს რამდენიმე 1000 ადამიანი სიამდვილეში არის ცოცხალი პროცესის ცოცხალი ნაწილი, ან რომლებიც კიდევ უფრო აჯანსაღებენ ამ ვითარებას იმ მხრივ, რომ მათ საკუთარ ეს ვთქვათ სივრცეებში, სადაც ისინი ცხოვრობენ, შეუძლიათ მათ შორის იმ საპროტესტო გზავნილების მიტანა, რომელიც აუცილებელია პროტესტის მოძრაობის და წინააღმდეგობის მოძრაობის გაფართოებისთვის და რატო და ხო ეს 21 საუკუნე როგორც რეჟიმს აძლევს საშუალებას, რომ პროპაგანდისტვის ხელსაყრელად გამოიყენოს ეს სივრცე, ჩემი აზრით ჩვენც რაღაც ერთგვარად გვეხმარება იმისთვის, რომ საკომუნიკაციო არხები ავაწყოთ. ესისთვის არის მნიშვნელოვანი. იმისთვის, რომ ზოგადად წინააღმდეგობის მოძრაობა რაღაცნაირად წარმატებული რო იყოს, საჭიროა მიწვეთ ძალიან ბევრ ადამიანს, ხო, ჩვენ ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია და რაღაც მხრივ მათი მოსაზრებები გავითვალისწინოთ, ვიკამათოთ, ანუ ამ პროცესის, ესე ვთქვათ, ჩემი აზრით, მესაკუთრეებად უნდა იგრძნონ თავი. ამ პროტესტის მესაკუთრეებად და წინააღმდეგობის მოძრაობის მესაკუთრეებად რომ იგრძნონ თავი, მნიშვნელოვანია მათთან უშუალო კომუნიკაცია. ამას მივახციეთ, რა ტიპის ხიჩატეხილობაც ჩემი აზრით ჩვენ გქონდა ძალიან ბევრი წლის განმავლობაში. ძირითადი სამიზნე ჯგუფები ესეთი დასკვნა გამოვიტანე არიან ადამიანები, რომლებიც სხვა მიზეზის გამო ვერ არიან აქტიურად პროტესტში ჩართული, მაგრამ გჭირდებათ გარკვეული ინსტრუმენტი ხელისუფლების წინააღმდეგ მათი უკმაყოფილების დასაფიქსირებლად და
შესაძლოა საკმაოდ ფართოც იყოს პრინციპში ასეთი ჯგუფები, აი მათ დამიწვდომას ხო, პირველი უნდა დავიწყო იმით, რომ ეს ხო უსმენდი და დაახლოებით მივხვდი რასთან დაკავშირებით, ასე თქვა, ეს თქვა იმასთან დაკავშირებით, რომ არიან ადამიანები, მაგალითისთვის საჯარო მოხელეები, გუშინაც საუბრობდა მათი ეგრეთ წოდებული საერთო მერობის კანდიდატი ირაკლი კუპრაძე, რომ ყველაფერი ეგრეთ წოდებული გახდა უკვე. სამწუხაროდ იქითაც და აქითაც, ხო. არა, თვითონაც ეგრეთ წოდებულს ეძახიან ასე. ხო, იმიტომ რომ საერთო სიამდვილეში არის ეს კანდიდატი. ცოტა ისეთ ფრაზას ვიტყვი, ეხლა მაგრამ ეგრეთ წოდებული ქვეყანა არ გაქვს. ხო, სახელმწიფო მაინც. ანუ დაახლოებით მივხვდი, იმიტომ რომ გუშინაც ეს რაღაც შეთანხმებული გზავნილი აქვს, რაც პარტიულად ბუნებრივია, რომ თითქოს საჯარო მოხელეებზე სურთ გასვლა და მათთან კომუნიკაციის დამყარება, რომლებიც ვერ გამოდიან აქტიურად რუსთაველის გამზირზე ან სხვა, ეს თქვა, საპროტესტო ლოკაციებზე და კერებზე. და რა, ანუ აქ ხო კითხვა ჩდება სინამდვილეში და რა, ანუ იმიტომ რომ თუ ჩვენ ხო საუბრობ და თავად საუბრობენ მასობრივ მობილიზაციაზე, თუ საპროტესტო მოძრაობის კრიტიკულად განწყობილი ადამიანების ყველაზე აქტიური ნაწილი აცხადებს უარს ითანამშრომლოს რეჟიმთან, ანუ არჩევნება წოდებულ პროცესში მიიღოს მონაწილეობა, ის დამატებითი პირობითად არავის შეურწყობას არ ავაყენებ, ის დამატებით საჯარო მოხელეები, რომლებიც ვერ გამოდიან კონკრეტული მიზეზზე, რეპრესიული მიზეზების გამო რუსთაველის გამზირზე, რა შედეგს მოუტანს მათ ამ ბრძოლას? არაფერს, ხო, ანუ ლელოს სინამდვილეში გახარიაზე აღარ ვსაუბრობ, ჩემი აზრით ყველაფერი ნათელია მისთვის და მე ჩემთვის რაღაცნაირად უცივნისის წერტილებს უბრუნდება ყველაფერი და შემდგომ პროცესებს. ყველაფერი აქედან გამომდინარე, ანუ რა გზარჩებათ 4 ოქტომბერს, მათ რჩევათ ორი გზა აღიარონ ის ეგრეთ წოდებული შედეგები, რომლებსაც ცესკომად დაუწერს, ან უარი თქვან ამ მანდატებზე. ხო, ანუ მაშინ ანუ რა ხდება, რომელ გზას აირჩევენ ისინი და სად მიდის საბოლოო ჯამში მათი გზა, იმიტომ რომ მე მოვისმინე შეიძლება განსხვავებული გზებიც აირჩიონ, არ არის გამორიცხული გახარეს რუსთაველზე მოდის ჩვენი. ხო, და რა, ხო, და იყურეთ, მან კითხვა იბადება, ვისთან ერთად მოდის? მოდის მის კოალიციური პარტნიორთან ერთად, რომელმაც განაცხადა, რომ ის პარლამენტში შესვლას აპირებს და ამასთან დაკავშირებით მინიმუმ საუბარი. მაგრამ აი არაერთხელ თქვენს რომ მათთვის მიუღებელია პარლამენტში შესვლა და ნუ თან ჩახსნილი აქვს. მე და თქვენ ვართ კოალიციური პარტნიორები, ხო, რაღაცაზე მემორანდუმს ხელი მოვაწერეთ. ძირითადი საკითხი ერთგვარი, აი მემორანდუმის ბირთვი რა იყო, რაზეც შეთანხმდნენ. მომავლის ძირითადი ხედვა ხო მინიმუმ აი ერთმანეთისგან განსხვავებულ პროდასალურ პოლიტიკურ ჯგუფებს, პარტიებს, ორგანიზაციებს, ხო, მინიმალური შეთანხმება, ფუნდამენტური საკითხი ხო მაინც ის გვაქვს, რომ მინიმუმ ამ ეგრეთ წოდებულ პარლამენტში არ შევდივართ. მათი მემორანდუმის ძირითადი საკითხი რა იყო? რაზე შეთანხმდნენ? გარდა იმისა, რომ რაღაც ხო, ანუ ისინი შეთანხმდნენ იმაზე, რომ მაგალითისთვის უბრალოდ ირაკლი კუპრაძეს არ დაუყენებდა კანდიდატს კონკურენტს გიორგი გახარია, მაგრამ აი ამ რაღაც სკამების მიღების შემდეგ, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეს სურათი გამოიკვეთება, გიორგი გახარია დაიწყებს ვაჭრობას და შევა ამ ეგრეთ წოდებულ პარლამენტში. ეს იყო მათი შეთანხმება. ოქტომბერს რა მოხდება, ვნახოთ და მე ალბათ ეს რაღაცნაირად იმოქმედა. სინამდვილეში საკთან მიხარია, როდესაც ამ კითხვებს სვამ და რაღაცა ეს კრიტიკა არსებობს, თუნდაც ჩვენ მიმართ, თუნდაც მათ მიმართ, ხო? უბრალოდ ეს არის ის საკითხები, იმიტომ რომ მეტი სიცხადე რო შემოვიტანოთ, მათ შორის საზოგადოებისთვის, ხო? ანუ ჩვენ რეალურად გუში რაც ვიხილეთ და აქვე მინდა მივუწო მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, იმიტომ რომ გამორიცხულია, არ გაგიხარდეს ადამიანის თავისუფლება, განსაკუთრებით უკანონოდ თავისუფლება აღკვეთილი პოლიტიკური ნიშნით ადამიანის გათავისუფლება. ოღონდ ჩემი აზრით დღეს ლელოს რა ტიპის ძალაუფლებაც აქვს ხელში, მათი არსებობის როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის, როგორც პოლიტიკური გუნდის, მათი არსებობის ისტორიაში ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ არასდროს ჰქონიათ. მათ რეალურად გუშინ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, როდესაც გამოვიდნენ და როდესაც დაიწყო საუბარი, ის მომენტი მოსმენილი გექნებათ, თუ არ გამოუშვებს სხვა პოლიტიკურ ბატონებს მინიმუმ იმ ადამიანებს ჩემს თანამებრძოლებს ასე ახსენა, რომლებიც იმავე მუხლებით არიან დაჭერილები, ხო, ანუ ულტიმატუმი ისენითაც კი არ ესაუბრა, რაღაც მორიგ ლუსტრაციაზე და ნიღბის ჩამოხსნაზე დაიწყო საუბარი. ლელოს სინამდვილეში გუშინ შეეძლო და დღესაც ჩემი აზრით შეუძლია და კარგი იქნება, რომ აი ეს ყველა ეს დიდი ბერკეტი გამოიყენოს მათ წინააღმდეგ, ერთი და მათ შორის გამოიყენოს იმ ეგრეთ წოდებული კგბ-შნიკური სცენარის წინააღმდეგ თავად ლელოს წარმომადგენელმა, რომელიც ახლა აქ იჯდა, როგორც უწოდა, ხო, თუ ჩემი სახელის გატეხვას ცდილობს რეჟიმი და რაღაც ეგრეთ წოდებული ხაფანგი დამიგო, როგორც თავად ამაზე საუბრობენ, ამ ხაფანგში არ გახვევის ჩემი სახელის ეს არ გატეხვის და აი ამ ტალახის ჩამოწვენის ერთადერთი გზა და საშუალება ისევ ლელოს უჭირავს ხელში უარით ამ თანამშრომლობაზე რეჟიმს. მე მგონი უკვე უარი თქვენს ამაზე, რასაც უბრალოდ მე მინდა რომ დაუბრუნდეთ მაინც ამ აი თქვენს ნაწილს, თქვენს ფთას, ხო? ორი კონცეფცია გამოიკვეთა აქციების. 13 სექტემბრის კონცეფცია, რომელიც გულისხმობს
ფლობს ბევრ აქციას და 13 სექტემბერს როგორც ერთი აქცია ესეთ და მეორე 4 ოქტომბრის როგორც გრანდ აქცია, რომელიც რაღაცა უნდა დამთავრდეს, ხო? 13 სექტემბერს ყავს თავის პასუხისმგებლობის ამღებები, 4 ოქტომბერს თავის პასუხისმგებლობის ამღებები. და შუალედშიც იქნება სხვა აქტივობები ბოდიში. ეს ბევრად მარგინალიზებული იდეად განიხილებოდა ეს 4-ის აქცია და ახლა ნელ-ნელა რიტორიკაში უფრო მეტად ვერ ვიტყვი ხა ყველა მხარს უჭერს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მეტი ლეგიტიმაცია შეიძლება თითქოს ამ აქციას შევიარაღებელი ასე ჩანს, რომ ის გარკვეულწილად როგორც მინიმუმ იკრებს თავის მხარდაჭერას საზოგადოებაში. როგორ არის ეს საკითხები როგორ ირკვევა თქვენს არ ვიცი რა სიტყვა გამოვიყენო კოალიცია არასწორი სიტყვა არის ხო რაღაც დარაზმულობის შიგნით. ძალიან ზიგზაგური არის ეს ურთიერთობები ხო ფაქტია რომ რაღაცნაირად არის ნაციონალური მოძრაობის შიდა ორი პოლიტიკური ბანაკის დაპირისპირებამაც ეგავლენა მოახდინა ამ ურთიერთობებზე. მე არის ბევრი ასთა სხვადასხვაობა აქციები პასუხისმგებლობის ამღებები. მოდი რომ აღგვიწერო პროცესი. აი როცა საუბრობთ მომავალ ერთ თვეზე ვინ რაზე იღებს პასუხისმგებლობას? ხო. მე დავიწყებ ჩვენი პასუხისმგებლობით, იმიტომ რომ მე მგონია რომ ყველაზე მეტი ლეგიტიმაცია ვისაუბრ პასუხისმგებლობაზე მაქვს ჩემზე და ჩემს პოლიტიკურ გუნდზე და კოალიციაზე. პირველი დავიწყებ იმით რომ უბრალოდ ბუნდოვანება რო არ დავტოვო და თქვენთანაც ვისაუბრე ამას დაკავშირებით ეთერში, ჩვენ არ დროს გვითქვამს რომ 4-ში არ ვიქნებოდით. პირიქით ვამბობთ რომ 4-ში ვიქნებოდით, ოღონდ დანარჩენზე პასუხისმგებლობას იმასთან დაკავშირებით რა როდის როგორ დასრულდება, ჩვენ არ ვიღებდით, იმიტომ რომ სინამდვილეში ჩვენ უბრალოდ ამის არ გვჯერა რომ რაღაც კონკრეტულ თარიღს შეიძლება რაღაც დასრულდეს. მესმის რომ ეს განგზობითი ბრძოლა შეიძლება იყოს, ამაზე შეიძლება ვისაუბროთ, მაგრამ ეს როგორც ცხადია, ერთ-მორი ძალიან დიდ კი, ცხადია, ჩვენ ეს პირველივე დღეს გამოვაცხადეთ, იმიტომ რომ არასდროს არსად მათ შორის ჩემგან ძალიან იდეოლოგიურად ძალიან ბევრი განსხვავებული ჯგუფის დაორგანიზებულ აქციაზე ვყოფილვარ, სადაც ხედავდი რომ გულწრფელი პროტესტი იყო. და როდესაც ეს ეგზისტენციალურ დროებაში ვცხოვრობთ, რბილად რო ვთქვათ, ხო, ამ ვითარებაში განსაკუთრებით ვიქნებით, ცხადია, ოღონდ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე არასდროს არ გავცემ იმის პირობას, რომ 4 ოქტომბერს რაღაც ან 6 ოქტომბერს რაღაც აუცილებლად დასრულდება. მეორე, რაც შეეხება 13-ში იქნება მარში თსუ-დან პარლამენტამდე და ეს იქნება უბრალოდ მათ შორის უკვე კალადის ოფისიც არის. ცხადია, ეს იქნება გამოხატულება და დემონსტრირება მორიგჯერზე იმის, რომ ჩვენ ვცდილობთ და ჩემი აზრით, რა ვიცი, ყოველთვის პატიოსთან და კეთილს ინიციატივას ვასრულებთ რჩები თანმიმდევრულები არ თანამშრომლობაში, არ მონაწილეობაში ფარსში და იმაში, რომ სინამდვილეში სისტემურ დისციპლინირებულ ბრძოლას აქვს აზრი. ამის შემდეგ 4 რიცხვამდე კიდევ გვექნება აქტივობები, რომელზეც ასევე ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომელიც გაცხადებული იქნება. აი ამ ეს ვთქვათ, არ მონაწილე რეჟიმთან არ მოთანამშრომლე და ვიცი, არ გარიგებული პოლიტიკური ძალების მიერ, რაც შეეხება 4 ოქტომბერს, 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, თქვენს კითხვაში სახსენეთ, იქ რაღაც თითქოს მათ შორის შიგნით გუნდში ორი სხვა მიმართულება იყო გამოყოფილი და ამიტომ პასუხისმგებლობაც ჩემი აზრით მათთან არის ეს ფორმატი ესე არჩევნების თარიღის შემდეგ გაძლევს მოკლებლიც კითხვა ეს 8 პარტიის. მე მგონია რომ არჩევნების შემდეგ როგორ უნდა გაძლოს სინამდვილეში ეს 8 პარტია ხო რა იყო შეთანხმება იმაზე რომ ეს 8 პარტია არ გადიოდა, არ იღებდა მონაწილეობას ამ არჩევნებად მაგიტოს კითხვა. ხო არ ვიცი ხა არჩევნების შემდეგ თუ ვინ გადაწყვეტს რომ უკანა დროით უკან შებრუნდეს. არა მე რა ხდება. არა მე ცხადია ხა ჩვენ ხოლმე ვახდებით ფუნდამენტურ საკითხებზე მესმის მათ შორის ის რა ვიცი სამართლიანი ლეგიტიმური წყენები და ბრაზები და მათ შორის ის ლეგიტიმური კითხვები რაც არსებობს ყველა მხარესთან დაკავშირებით უბრალოდ კმედითია საკმარისად კმედითია ჩემს საკმარისად არასდროს არის არაფერი კმედითი მანამ სამ კონკრეტულ შედეგზე არ გავალთ და ეს პოზიცია მქონდა ყოველთვის, მაგრამ მე მგონია რომ ეს ფორმატი მოდი ესე დავარქო და ეს შეთანხმება არის კმედითი და მათ შორის წარმატებული, იმიტომ რომ აი ძალიან მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ჩვენ ვნახეთ რომ რაღაცნაირად გაბერუდა სხვა ჯგუფებით, რომლებიც მაგალითისთვის ავიღოთ კიდევ ერთხელ. კარგი იქნებოდა რომ ლელონთლიანად კოალიციის სახით ყოფილიყო წარმოდგენილი, მაგრამ რაღაცნაირად მოხერხდა რომ ხო ადამიანებმა მათ შორის გუნდების შიგნით მიხვდნენ რომ არ შეიძლება თანამშრომლობა და აი ამ რაღაც ერთმანეთთან საუბარი შეგვიძლია. დიდი მადლობა.